მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, დღეს ფანტასტიკური დღეა, არაჩვეულებრივი მზე გოანათებს შემოდგომისა და გვექნება ძალიან ენერგიული გადაცემა. იმიტომ რომ ჩვენ ვართ გოჯურიუს აკადემიაში. საოცარი ატმოსფეროა აქ, პირველად რომ მოვედით თავის სხვა სამყაროში მეგონა და დღეს მინდა რომ ამ სამყაროში თქვენს გამოგზაუროთ. Let's go. დავდივარ თითქმის ერთი თვეა და სიზმარში, სიფხიზლეში სულ ხელფეხს ვიქნებ, ეს რა კაი რაღაცა ყოფილა ხალხო. ძალიან გახარებული ვარ, უბედნიერეს პატარა ბავშვი ვიყავ. ფანტასტიკური ატმოსფეროა, გავგიჟდე რომ თბილისში ესეთი რაღაცა მოვაჩინე. იაპონიაში მეგონა თავი. ძალიან გამიხარდა, მთელი გულით გამიხარდა მართლა. და მოდი გავიგოთ რა დგას ამის უკან, რა არის საერთოდ გოჯურიუ. გოჯურიუს ვეძახი, რატომაც გოჯურიუ უნდა დაუძახო. საერთოდ რა სტილია, საიდან მოდის, რას გვასწავლის და ასე შემდეგ და როგორ მოხდა ეს აკადემია თბილისში. როგორ ესალმებით ხოლმე კარატეში, ესეთი? არა, კარატეში ვესალმებით ფეხები, ესე ტანისწორად და ოღონდ ეს მზერას უნდა გქონდეს ესე შენარჩუნებული. თვალში, ხო? ხო, და თან ამ თავის დახრის დროს აი ამ ღირსებას არ კარგავ. ანუ კუცკი არ უკიცინე. გასაგებია. თან თვალში უყურებ და მზად ყოფნასაც გამოხატავ. აი ერთდროულად კი. ხო, რო რამე მოასწრო რაღაცეები. კი. აი და ნუ მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ საოცარი ატმოსფერო არის მართლა. რო შემოვედი პირველივე დღეს ტაძარივით არის რა. აი რო შემოვედი, აი პირველი ეგ იყო, რომ ვაუ, აი რაც არ უნდა ხდებოდეს, ყველაფერზე ვივლი მეთქი, გოჯურიუ კი არა, რაც არ უნდა ხდებოდეს. აი ისეთი ატმოსფერო იყო და არ ამგონია რომ სოფლიო მასშტაბით ძალიან ბევრი იყოს ესეთი ლამაზი და გოხდა აკადემიები, კონკრეტულად ამ სტილისა, რაც ახლა და კაი რამეა, მოკლედ, ჩემი კომპლიმენტები მიიღეთ და გულწრფელი სიხარული იმისა, რომ ესეთი რაღაცა ხდება ჩვენ ქვეყანაში. უნდა დამათვალიერებინო აქაურობა, მეც და ჩემ მაყურებლებსაც და თან უნდა მომიყვე რა დგას ამ ყველაფრის უკან, რა არის გოჯურიუ. და გოჯურიუ, მე გეტყვი რა არის გოჯურიუ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან აქტუალური კითხვა. რა არის გოჯურიუ? აი, წარმოიდგინე დიდი მუხა, რომელსაც აქვს ძალიან მყარი მერქანი და ძალიან ღრმა ფესვები. ეს არის გო. ანუ მისი სტრუქტურა არის მაგარი, ანუ გო. ნიშნავს მაგარს. და წარმოიდგინე ახლა ამ მუხას, ესე ძლიერ მუხას რო არ კონდეს სირბილე და აი ამ ქარის დროს ლავირების და მოძრაობის საშუალება თითქოს დგას, უძრავია. მისი რბილი მხარე არის ჯუ. როგორც ყველაფერში ეს ანტაგონისტური
დამოკიდებულებები და სამყაროს ეს ნაწილი ამ შემთხვევაში ჩვენი სახელწოდებაც ამას გულისხმობს და რაც პრინციპში ხა აღმოსავლურ ორთაბრძოლებში და აღმოსავლურ ფილოსოფიაში მაგაზე ეთიკას რა თან სირბილეში რო სიძლიერეა და ესე ურთიერთგამორიცხავი. ეს ძალიან საინტერესოა. არ ვიცი, ამას ალბათ ჩემი მოსწავლეები უფრო ხედავენ და ჩემ თავში ეს პროცესი მუდმივი განვითარების არ წყდება ესე ვთქვა. ხანდახან მგონია რომ არაფერი არ ვიცი. ეგ შეგრძნება მაგხო. აი ყველაზე დიდი წოდნა. არ ვიცი. არ ვიცი. გოჯურიუს არსი და ესე ვთქვათ დატვირთვა არის ის რომ მე როგორც სხეული გარედან ვიყო მონოლითი, ესე ვთქვათ, ძლიერი და შიგნით ვიყო ჰარმონიული და მქონდეს სიმშვიდე და ვიყო გაწონასწორებული. ბავშვებს ესე ვასწავლით ხოლმე რა, რომ გონება იარაღია რა. გონებას თუ არ მართავ, შეიძლება იარაღივით იყოს რა, საშიში იყოს რა, ეს ნამდვილად. როგორც ხელს ჭირდება მართვა, ზუსტად ასევეა გონების პრინციპიც, რომ სიმშვიდე, სიწყნარე, მიმღებლობა უნდა იყოს 50-50, ორივე ერთნაირად, როგორც ფიზიკური სხეული, ასევე შინაგანი მდგომარეობა. так, ორივე შეუფლება, ფიზიკურ სხეულსაც და გონებასაც. ცალ-ცალკე არ გამოვა. ცალ-ცალკე. მედლის ორივე მხარე. მოდი პატარა ექსკურსია ჩამიტარე. პირველ რიგში აი რამაც მომხიბლა არის გარემო, ამ ადგილას არ ველოდი რა სიმართლე რო გითხრა, მაინც ცოტა ისეთი ველურ კაპიტალიზმში ვცხოვრობ საქართველოში მოგეხსენება და თუ კი რამე ისეთი ადგილია რაც შეიძლება კომერციულად მომგებიანი იყოს, იქ სულ სხვა ტიპის ობიექტებია ხოლმე და აი ეს იმ მოცემულობაში რა მოცემულობაში ეხლა ვიმყოფებით რა რეალობაშიც ვართ, აი ორ მაგაცა სიხარულო იყო ჩემთვის, რომ ესეთი დატვირთვის კომპლექსია შენდა და დაგროვილი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. სწავლებაშიც ესე ვართ ხოლმე. ყველაზე დიდი წიგნი ჩემთვის არის დაგროვილი გამოცდილება. რაც მე დავაგროვე, რაც სასარგებლოა ადამიანებისთვის, ბავშვებისთვის, ეგ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დაგროვილი გამოცდილება, რასაც ხედავ ყველაფერი აბსოლუტურად დაწყებული ღობის სფერიდან, რომელიც ვთქვათ, კიოტოში ვნახე და ეს ერთ დღეში არ მომხდარა, ამას ვაგროვებდი ესე. კიოტოდან ჩამოვედი ცოტა ხნის წინ სხვათა შორის და ზუსტად ესეთ რაღაცებს ნახულობდი. რომ ჩვენ უფრო ქართული რაღაცეები დავამატეთ, რომ ვფიქრობ, რომ მაინც განწყობას ქმნის ეს ვიზუალური რაღაც დეტალები, ძალიან მნიშვნელოვანი. მაქსიმალური გამწვანება, მაქსიმალური ჰარმონია და შერწყმულობა ბუნებასთან და ადამიანთან. უკან გარშემო ისეთი სივრცეებია, სადაც შეგიძლია ჩვეულებრივად გახვიდე გარეთ და იგრძნო შენი თავი გარეთ ბუნებაში ვარჯიშის დროს, რაც აბსოლუტურად სხვა კომფორტია და განსხვავდება დარბაზში ვარჯიშისგან. ეს პატარა სახლებიც ანათებს ხოლმე ღამე და თავისი დატვირთვა აქვს ამასაც. რას ნიშნავს ეს? ეს უბრალოდ ლამპიონებია? ეს ლამპიონებია, ხო, ლამპიონებია უბრალოდ აქ წარწერები იაპონური იეროგლიფიდან ეს არის გოჯურიუ, ის არის შინგიტაი, შინგიტაი ნიშნავს გონებას, სხეულს და სულს. ეს სახურავი ესე რომ გაგვეკეთებინა ძალიან ვიწვალე ამისთვის, რომ აი ეხლა ესეთი გადახურული სივრცე მე მგონი საქართველოში კი არა ბევრგან არ არის. ტექნიკურად შესასრულებლად ცოტა რთული იყო და იაპონურ სტილში და ჩვენი არქიტექტორი ლეონ ჩხაიძე, სხვათა შორის ბევრი რაღაცა ხდება ჩვენთან რაღაცა დამთხოვებით, ან კარგი დამთხოვებით და რაღაცა თითქოს დაალაგებული სცენარია, რომელსაც მიყვებით და ვიღაცა ესე გაძლევს ნიშნებს მიმართულებებს, მაძლევს ესე ვთქვათ და ამ რაღაცებს მიყვები და ხანდახან აი ამ ღერძიდან გადასული როცა ვარ, მაგ ნიშნებს ვერ ვხედავ ხოლმე რა. როგორც კი ბრუნდები, იქ სადაც უნდა ვიყო და თავს კარგად ვგრძნობ, მე ვხედავ რაღაცებს. ეს როგორ მიყვარს ეგ როგორ მიყვარს. აი ეს არის შაჩიჰოკო, ესე ქვია, აი ამ დრაკონის თავიან თევზებს, რომელიც სახურავზეა დაყენებული. და რომელიც იაპონური მითოლოგიით ნიშნავს აი რაღაცა
კატაკლიზმების დროს, წყალდიდობების დროს პირველ დარტყმას იღებენ ესენი და წვიმას ბევრს ყლაპავს სვავს ეგ და ეს ყველა კუთხეს აქვს ეს ისე ოვალური გადახურვა ესეთი, რასაც ახლა ატყობ. ესეც რაღაცა იაპონური, ჩინური მითოლოგიიდან არის უფრო, რომ აი დრაკონი რო დაეშვება, არ ჩაამტრიოს ის და დაღლილი დრაკონი დაეშვა სრბილად, ხო? მაგისთვის არის ეგ. მე რაც მახსოვს კარატის დარბაზები. ძირითადად ეხ ჩემი ბავშვობიდან მახსოვს ან სკოლის დარბაზებში იყო, სადაც ციოდა, ან ფანჯრები არისო და რაღაც ეგეთი პირობები. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ესეთი რაღაცა შეიძლებოდა, რომ კარატის დარბაზი ყოფილიყო რა საქართველოში. მაგრამ აი შენში ხა რაღაცა იყო აშკარად, რამაც გიბიძგა, რომ ამ მიმართულებით გეულო. აი როდიდან დაიწყო შენში? სი როგორ არის ეგ ამბავი, ეს არის გაუცნობიერებელი ნაბიჯები როცა არის. აი 10 წლის ვიყავი, დავიწყე ვარჯიში. ჩემი მთავარი ამოცანა იყო და სურვილი იყო, რომ ყოფილიყავი ძლიერი, შემძლებოდა ვიღაცების დაცვა. აი რა ვიცი, ოჯახის წევრების დაცვა, მეგობრების, ანუ შემძლებოდა რაღაცა ჩემ თავთან რაღაც ჩემი თავის, ესე ვთქვა, წარმოჩენა ისე, რომ ვიღაცისთვის მხარი მიმეცა ესე. იმ პერიოდთან საჭირო იყო განსაკუთრებით. კი. და იყო ძალიან რთული პერიოდები, მათე აქ თბილისში ვარჯიშობდით ურევესნიკი, არ გემახსოვრება. კი, ეხლანდელი არენა. უკან იყო რუსული ბაზა და ყოველდილით ისმოდა ტანკების დაქუქვის ხმა, ეს ტიპები ახურებდნენ ამ იმას რა, არის რუსი სამხედროები ამ იმას ტანკებს. და ერთი-ორჯერ ტყვიებიც შემოვარდნილა, დიდი შუშები იყო, მართალია შუშები აღარ იყო მერე და ზამთარში და სიცივეში. ეხლა ჩემი სენსეი სანდრო მაისურაძე იყო ჩამოსული ამერიკაში ცხოვრობს და სანდრომ გაიხსენა როგორ თოვდა ათოვდა შიგნით ამ დარბაზში და მე ფეხში შველა იმებზე დავდიოდით ესე და ნაფეხურები ეწყობა. რაღაც კუთხით ხო ისიც შეიძლება იყოს გამოცდილება ხო? ხო და მან მახსოვს ერთხელ კარები გაიღო ესე გიჟურად და როგორც წესი ჩვენთან ესე არ იღება ხოლმე კარი წესიერად რაღაცა ზრდილობიანად აღებენ ხოლმე კარს და შემოვიდა ერთი რუსი სამხედრო მახსოვს რაღაც სამხედრო შარვალი მაისური ესეთი დიდი ბათინკები და რუსულად თქვა რომ აქ ვინმე მჩუბი იცისო ჩხუბობდო აქ ვინმეო ხო და ნუ მაინდა-მაინც მე ამირჩია რომ ამასთან მინდა ჩხუბიო რა და ძალიან ცუდად მე არ მახსენდება ცუდად მაგრამ დაახლოებით 10-15 წამში ეს როგორც წესი ესეთი ადამიანი ვერასდროს ვერ ჩხუბობს რა თქმა უნდა და მე უკვე პროცესში კი მივხვდი რომ სადმეტი მოგივიდა კი ძალიან ცუდად და მე ძალიან დაიბნა ისე ვთქვათ და მახსოვს მეორე დღეს კარებზე კაკუნია რა მახსოვს კარებზე კაკუნია და კარებზეც არ აკაკუნებს არავინ ჩვენთან რა ვიცი შემოდიან უბრალოდ რა არც დაკაკუნება გჭირდება და არც შემომტრევა რა ხო და დგას ეს ბიჭი რა ეს კაცი რა ჟენია ერქვა სახელიც მახსოვს რა იმას ეძახდნენ რა მაშინ იმიტომ რომ და გავიხედე და უკან უდგას ერთი 20 სამხედრო კაცი რა ბიჭები რა ეს კიბე იყო ესე ამოსასვლელი რა ხდება მე ვთხარი რატომ მოხვედი რა მითხრა იცი შეიძლება დარბაზი დავალაგო ხო და მეთქი ესე მოსულიყავი თავიდან რას მოწვალებდი ხო მე გიყო ისტორია ხო ისწავლა კი შენ რამდენად ხშირად ვარჯიშობ ხოლმე ჩემთვის ვარჯიშობ ხოლმე ყოველ მეორე დღეს ხო შემოსვლის დროს მისალმება ხო ამბობდი დაძარივით არის და პატივისცემის გამოხატვა ერთდროულად ხდება როცა შემოდიხარ რა და დოჯოში მოსვლა დოჯო იაპონური სიტყვაა და ნიშნავს ადგილს გზის ადგილს ესე ვთქვათ გზა სადაც უნდა გაიარო ამ ადგილს ნიშნავს დოჯო და ეს დოჯოები შეგნით გვაქვს 3 დოჯო ერთი ქვევით ყველას თავისი სახელწოდება აქვს მიაგი დოჯო ნაჰა დოჯო
ჰიკარი დოჯო, სადაც მე ვარჯიშობ. ხო, ჰიკარი ნიშნავს ნათელს და ნათელი დოჯო ქვია, ნათელს ნიშნავს. ეს სახელები, რამე სტანდარტული სახელებია თუ თქვენ? არა, ეს ჩვენი მოფიქრებულია, ნუ ეხლა ჰიკარი ნათელია, მიაგი არის გოჯურის დამაარსებელი, ჩოჯუნ მიაგის სახელობის დოჯოა და ნაჰა არის ოკინავის დედაქალაქი, ოკინავა არის კარატეს სამშობლო, საიდანაც მოდის კარატე და ოკინავა არის, ესე ვთქვათ, მექა საბრძოლო ხელოვნების, უბრალოდ კარატეს. ახლა აქ რო შემოვდივართ, ფეხსაცმელებს ვტოვებთ აქ, ხო? მე ვგიჟდები ისეთ ადგილებზე, სადაც ფეხზე უნდა გაიხადო და ის უნდა შეხვდე. ზოგადად დოჯო რაღაცა სარკეა. შენი თავის. შენს რაღაცა ნაკლოვანებებს განახებს. გიხმარება რომ სისუსტეები ნახო შენი თავის. პირველ რიგში მაგას ეხმარებით. ან მან რაღაცა არ არის ლიმიტი, სულ შეგიძლია რომ იარო ამ განვითარების გზაზე. კი, ჩვენ ხო ასაკი გვემატება და ამ ასაკის მატების დროს რაღაც უნარები, ფიზიკური მდგომარეობა ქვეითდება, ესე დაბლა ჩამოდის. ეს გეხმარება რომ ეს ნაწილი აი ამ სიტუაციაში შენი თავი გააძლიერო და უფრო დაუდგე და გაუძლო. ერთხელ ერთმა სენსეიმ თქვა ცხოვრება არისო ძალიან დიდი ლოდივითო რა იაპონელმა სენსეიმ თქვა და რაც უფრო გაწვებაო, მით უფრო იხრებიო ტანში და მით უფრო ფეხები გიგანგალდებაო და სანჩინს რო გავაკეთებო, უფრო მაგრად ადგებია. სანჩინი რა არის? სანჩინი არის ერთ-ერთი სავარჯიშო სისტემის ერთ-ერთი ნაწილია, გოჯურის მთავარი ფუნდამენტური ის არის და სავარჯიშო სისტემა მე გასწავლით. კი ბატონო. ეხლა 17 ოქტომბერს გახსნა გქონდა იაპონელების სენსეები, სტუმრები, ძალიან ბევრი ხალხი იყო ჩამოსული და ახთოვანებას ვერ მალავდნენ. ეხლა სიმართლეც არის სინამდვილეში რა, ანალოგიას ვერ ნახავთ. არის იაპონიაში ბუდოკანია, ესე ვთქვათ, საბრძოლო ხელოვნების დიდი ცენტრია და იქ შეუძლია ყველას შესვლა, იქირაოს ერთი დარბაზი, მეორე დარბაზი, სპორტის სასახლეა უბრალოდ, მაგრამ სპეციფიურად რომელიღაცა საბრძოლო ხელოვნებისთვის რო იყოს ესეთი მასშტაბის ხანდახან დაუჯერებელიც კი მგონია, მაგრამ რაღაცა მე ეს ბავშვები მაფხიზლებენ ხოლმე რა. ხო, აი წამენ ხო ამბობდი რომ სოფლიოში თუ არის მეთქი რა მსგავსი დარბაზები ესეთი ხარისხის. 2 წუთი გჭირდება დაგუგლო, მოძებნო, თუ იპოვე 100 საჯიმანიას გავა. დიდი გამოწვევა არ იქნება შენთვის. ნუ კაი იყოს 200. რა შედეგები გვაქვს მსოფლიო მასშტაბით? გოჯური სპორტულს გულისხმობ თუ იმიტომ რომ ტრადიციულ კარატეს როცა ეხება საქმე ჩვენი არის ტრადიციული კარატე შეიძლება მაყურებლისთვის ცოტა დამაბნეველი იყოს რას ნიშნავს ტრადიციული არა ტრადიციული მოკლედ კარატე შექმნილი არის ზოგადად შექმნილი იყო მე-19 საუკუნის დასაწყისში იმისთვის რომ ოკინაველებს ქონოდათ მეტი თავდაცვის უნარი ანუ ძლიერი ტიპები ყოფილიყო იაპონიაში გაერთიანება ოკინავა როცა გაუერთიანდა შეუერთდა ესე ვთქვათ იაპონიას ამის მერე იაპონელებმა დაამატეს ამას უფრო თავიანთი ესე ვთქვათ შინაგანი სულიერი და მეორე ეს თავარი ასპექტი რაც ახლავს ახლა ამ საბრძოლო ხელოვნებას რომ პიროვნული განვითარება იყოს უფრო ღრმა ვიდრე არის თავდაცვა რა ეს თავდაცვა ახლა არ არის ისეთი რთული ამბავი მესამე უკვე ესე ვთქვათ 70-იანი წლებიდან უკვე დაემატა სპორტული მხარე რომ ეს ადამიანები ხო ვინც ვარჯიშობენ რაღაც სპორტულ ინტერესს აძლევენ და მისცეს შეჯიბრების ესე ვთქვათ წესები და ეს შეჯიბრების წესები ძალიან განვითარდა ესე ვთქვათ როგორც ძიუდოში განვითარდა ოლიმპიური წესი ასევე იყო კარატეც და ეს ძირითადი რაც იყო საბრძოლო ხელოვნების ტრადიციული ეს დარჩა და ზუსტად იმას ვაკეთებთ ჩვენ. ანუ ტრადიციული კარატე ნიშნავს ამას. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ შეჯიბრებზე არ გავდივართ. ჩვენი შინაარსი და ჩვენი ესე ვთქვათ ღერძი მთავარი არის ის რომ ადამიანი იყოს უფრო ადამიანური, იყოს ძლიერი, იყოს შინაგანად გაწონასწორებული. ეხლა სუხშირად უხსნე ხოლმე ჩემს მოსწავლეებს, რომ ძალიან ბევრი თასები და მედლები მაქვს მოგებული, როცა შეჯიბრებზე გავდიოდი. და დღეს არც ვიცი სად არის ესენი.
ალბათ იმიტომ რომ მნიშვნელოვანი აღარ არის შენთვის. თავის გეტყვი რაც არის და რასაც მე ჩემებთან ვიყენებ ხოლმე სასაუბროდ რა. ყოველთვის სანამ შეჯიბრზე გავიდოდი, მღელვარება მქონდა და რაღაცა ნერვიულობდი, რომ აი ღამე არ მეძინა, რომ აი ხვალ შეჯიბრი მაქვს, შიში ახლავს ამას, პასუხისმგებლობა ახლავს რაღაცა და ყოველ ჯერზე მიწევდა ამ ყველაფრის გადალახვა. ხო და ჩემთვის ეს გადალახვა უფრო მნიშვნელოვანია და გამარჯვება ჩემთვის ასოცირდება ამ გამარჯვებასთან, რომ ჩემ თავს მოვერიე მე და შევძელე ეს და არა ის რაღაცა медаლიან თასი, რაც შეიძლება იმ მომენტში ვიღაცამ მომცა რა. ის ღირებული, რაც დამრჩა მე ჩემში, ის არის, რაც მე ჩემს მოსწავლეებს უნდა გაუზიარო და მივცე და აუხსნა ესე ვთქვათ. და არა ეს თასი და медаლი და მედოს და ამითი უთხრა მე ამ თასით, რომ მე იგوار რა, ვინც ეგ მოიგო. ეს ესე იგი მნიშვნელოვანი ასპექტია ძალიან, რომ შევაჯამოთ, აქ არ არის მთავარი რაღაცა სპორტული მიღწევები, მთავარია შინაგანი მიღწევები. კი, აბსოლუტურად ეგრეა. თავიდან ბოლომდე ვიზიარებ მაქვს სულისკვეთებას და ეგრეა. თუ შინაგანი არ გაქვს, გარეგანი მიღწევები შეიძლება საზიანოც კი იყოს. მეომრის გზა ძალიან საინტერესოა რა. ეს მეომრის გზა არ ნიშნავს რაღაცა ხმლით მორბენალ ადამიანს რა. მეომარი ხარ შიგნიდან. მეომარი ხარ და რაღაცებს იღებ როგორც არის ისე და რაღაც მიზნები რაც გაქვს ამას აკეთებ რა. ოღონდ ძალიან სუფთად. სუფთად თუ არ აკეთებ არ გამოგწევს. მნიშვნელოვანი ასპექტია. ჩვენ ხშირად აი ეს მეომრობა და მებრძოლობა რაღაცა ემოციური ყიჭინა მგონია ხოლმე. ყვირილი გავარდნა რაღაც. ეგრე არის. ესეც მნიშვნელოვანია. ვერძი. კი. აბსოლუტურად. მოდი ბავშვების ხმა მესმის. შეიძლება რომ შევიჭყიდოთ. დღეს გვაქვს ესე ვთქვათ ფიზიკური ვარჯიშების დღე და ფიზიკური ვარჯიშების დღე ნიშნავს რომ ეს პატარები აკეთებენ ცხოველების სავარჯიშოებს, ანუ იმიტაციას აკეთებენ ცხოველების. შენ რომელი ცხოველი ხარ? პინგვინი. რომელი? პინგვინი. პინგვინი? ხო. შენ რომელი ცხოველი ხარ? ლომი. ლომი ხარ? შენ? ნიანგი. ნიანგი? არა, შენ უფრო პანდა ხარ. არა, ნიანგი ვარ. ნიანგი ხარ? შენ რომელი ხარ? არწივი. არწივი? შენ? მე ლეოპარდი. შენ ლეოპარდი ხარ? შენ რომელი ხარ? მორიელი. მორიელი. შენ რომელი ხარ? შენ რომელი ცხოველი ხარ? გელი. გელი ხარ? ვა, შენ პატივცემულო. ლეოპარდი. ჩემ ბავშვობაში რაღაცა ეზო, ხელი აზრომა, ფეხბურთის თამაში ეზოში რაღაცა დღეს ესეთი რაღაცეები იშვიათად ხდება და ვერ წარმოიდგენ როგორი დასუსტებული ბავშვები მოდი. რაც უფრო აი ამ ბუნებასთან და ბუნებრიობასთან ექნებათ კავშირი, ამათ მით უფრო გაუადვილდებათ ჯანმრთელობის კუთხითაც და მენტალური ჯანმრთელობის კუთხითაც მდგომარეობა. ამაში ზუსტად ვარ დარწმუნებული ვარ 100%-ით ვიცი. კი ბატონო. მოსწონს თან ხო აშკარად რა შეცვლება. ძალიან. იმდენად მოსწონს აქ ყოფნა და იმდენად გრძნობს ჩემს პატივისცემას. მე ესე არ უკეთებ. რაღაცა ესე არ ვეუბნები, არ ველაპარაკები. აი, როგორც ახლა მე და შენ საუბრობთ, ესე ველაპარაკები იმითაც რა. იგრძნობა პატივისცემაც და რაღაცა ერთ იმაში ვართ რა. მეც პატარა ვხდები, თან ისინი დიდები ხდებიან და მოკლედ შენს მაგალითებზე არის დამოკიდებული ძალიან ბევრი რაღაცა რა. აი მე ჩემი მაგალითებით ვსარგებლობ და ძირითადი მასაზრდოებელი არის ჩემი მაგალითები პირადი ან ჩემი მეგობრების რომ ამ ბავშვებამდე მივიტანო და ამ რეალურ შეგრძნებებსაც ისინი გრძნობენ და ხვდებიან რომ არ ატყუებ. გავთარაძეზე როცა ვიყავით სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი მახსოვს დილით 7 საათზე მივდიოდი და მე თვითონ ვალაგებდი დარბაზს. აი მე თვითონ საპირფარეშოს იმას მე თვითონ ჩემი ხელებით. მიუხედავად იმისა, რომ გადასარევი და დიასახლის იყვავდა და მლაგებელი ქალბატონი, ვინც ალაგებდა, ეს დღეები მქონდა ჩემთვის დატოვებული, იმიტომ რომ რაღაც ემოციური განულება გჭირდება მაგ დროს რა, მე რაღაცა
ჩვეულებრივი ამბავია და როცა ხედავს შენი მოსწავლე რომ შენ შეგიძლია ეს გააკეთო, მე სახში არ უტოვებს ისეთ დაბინძურებულ სივრცეს, არც დედას, არც მამას და ალაგებს იქ ყველაფერს და პასუხისმგებლობას გრძნობს. მინიმუმ შენს დაალაგებულს იქ უდიერად არ მოეპყრობა და არ დაასხავს რაღაცებს და არ დაყრის, იმიტომ რომ სენსეიც აკეთებს ამას. და ჩვენ აბსოლუტურად ყველა ესეთ მაგალითებს ვაძლევთ. აქ სენსეები ვინც არიან, ვინც ვართ. ერთი მაგალითი ჯობია 100 ჯერ თქმას. ბუნებრივია. რა თქმა უნდა. მაგის როლზე მითხარი, აი გუნდის მნიშვნელობაზე ესეთ დიდი საქმის პროცესში. როგორ არის იცი? თუ ადამიანი ყავს გვერდზე, ვინც გაზღვევს, დამზღვევი თუ ყავს, რა გრძნობ მაგას, რომ ერთი მიმართულებით მიდიხართ და შენ არ გიწევს იმის შენსკენ გადმოქაჩვა, ძალიან შორს წახვიდე. მაგრამ თუ ის იქით მიდის, შენ იქით მიდიხარ და ეს გზა იყოფა, გიწევს შენი მიზნისკენ ცოტა ხანი პაუზის აღება და ამ ადამიანის შემოტრიალება. შეიძლება მას რაღაცა პრობლემებიც კი ქონდეს, რაღაც ცხოვრებისეული და ამიტომ იყოს ეს განპირობებული. მაგრამ დროში ამას გრძნობ, რომ თუ მუდმივად იქითკენ არის მიმართული, მე ვერ იმუშავებს ეგ იქ. ამიტომ ერთმანეთის პატივისცემაზე გვაქვს ეგ ყველაფერი და აბა ვის როდის რა დაჭირდება ჩემგან, ან იმათგან რა დაჭირდება, ძალიან მნიშვნელოვანია. მშვიდად ხარ. თან დღეს ახლა ისეთი ეპოქაა, რომ ბევრი რაღაცის კეთება გჭირდება ადამიანს, ანუ ესეთი საქმე რო გააკეთო თუნდაც რა, რაღაცას. სადაც ვართ, ხო? მარტო ვერ გააკეთებ რა, იმდენი დეტალი, იმდენი რაღაცა და ძალიან მნიშვნელოვანია რა ისეთი თანამოაზრეების ყოლა, რომელთანაც იზიარებ ხედავს. კი, სულ არაფერი, აი ეს ადამიანის განწყობას გრძნობ რა, შენი მეგობრის, ვინც შენთან ერთად ასწავლის, სენსეი ვინც არის, გვერდში გიდგას. და გეუბნება რომ არაუშავს, ოკეი, არაუშავს, გააგრძელე. ბევრი რთული პერიოდი იყო ამ 2 წლის განმავლობაში, ამას როცა ვაშენებდით, რავი. დილით ავდექი, ტელეფონში ჩავიხედე და დოჯოს ანგარიშზე იყო 200 ლარი. და დგას ჩონჩხი მარტო რა. წარმოგიდგენია ეგ ამბავი და რო ავდექი ფეხები მომეკვეცა, ესე ვერ გავაგრძელე, ნაბიჯი ვერ გადავდგი და იმ ხელა ის იყო რა. ხო, მე მოვდივარ, აქ ამათთან ამას ვამბობ და ესენი გაძლევენ ენერგიას, რომ მიდი გავაკეთებთ, გამოჩდება რაღაცა, ვიღაცას ვიპოვით, ვიღაცა რაღაცას გააკეთებს და უცებ მე ყველაფერი საღამოს სხვა სიტუაციაა. ხვდები, მთავარია იმ მომენტში ეს ფეხი ბოლომდე არ მოგიკვეცოს და არ დაეცე. ეგ არის ყველაზე მთავარი. როგორც კი ამას აკეთებ, მე გრძნობ, რომ მარტო არ ხარ და ზუსტად ეგ კითხვა რაც დამისვი, ზუსტად ეგ არის, რომ აი ეს ადამიანები გაძლევენ ძალას. ტალღა რაღაცას გაძლევს ეს ადამიანი, გაძლევს კიდე ვიღაცა ზემოდან, არ ვიცი, ესე გაგწევს, დაგსოვს, ან გადაგსოვს, მიდი გააკეთე, რაღაცა ეგეთი საოცრებაში ვარ. ჯერ არ არის ხო ეს აქტიური? არა, რაღაცები გასაკეთებელი გვაქვს ქვევით. და მე ამას როგორც კი მოვრჩებით, მე ეს ცოტა ველური სივრცე იქნება ზედა სივრცისგან განსხვავებით. აქ უფრო ისეთი ძალისმიერი ვარჯიშები. აქ ფიზიკური სავარჯიშოები იქნება, ხო, აქ ვფიქრობ რამოდენიმე 1-2 ტრენაჟორს, რაღაც ფიზიკურ სავარჯიშოს, თუმცა ამათ უთხარი, რომ ბიჭებს, რომ მაინც უნდა იყოს რაღაც იაპონური ერთი რაღაცა, იაპონური ჩვენი ის, რომ გახსენებდეს სათხარ და ეს არის ეს მაკივარა, რომელიც არის იაპონური დასარტყამი ინსტრუმენტი, ესე ვთქვათ, ზუსტად დასარტყამი ინსტრუმენტი, რომელსაც ურტყავ ესე აქედან და მე მეთქი და იმაშვება. გიწევს გიმაგრებ? იმაგრებს. სადო? თუ არ ღირს. ცოტა მუშტი კარგად შეკარი და 1-2 ნელა დაარტყი თავი. ხო. ოპა. ეხლა გეტყვი ამის პრინციპს რა არის. ანუ შენი თავიდან გასროლილი ხელი, ანუ მე როცა ხელს დაგარტყავ, აი ეს არ უნდა მქონდეს, ანუ ჩემი აბსოლუტური ძალა უნდა დაგიტოვო წინ, რომ ძლიერად მოხვდეს. ეს არ გეტკინება, არ იქნება ძლიერი, მაგრამ აი ეს გაძლევს ძალას. აი ამას როცა ურტყავ,
და ეს დრეკადობა გაძლევს ზუსტად იმ მაგ პრინციპს, რომ გეხმარება, რომ უკან გითხავ. მოდი. დაუტოვე ცოტა ხანი. ეგ არის, ხო. მოკლედ განზრახვა, შენი განზრახვა, შენი მოქმედება უნდა იყოს ერთ მდგომარეობაში, ერთმთლიანობა. ანუ მე როცა დარტყმას ვახორციელებ, ამ დროს მე ღრუბლებში არ დავფრინავ. იქ ვარ და იმ მომენტს არ ვქო ძალიან მძაფრად. აი იმ მომენტს. ოღონდ ესე არა, ეხა შენ კაი დარტყმა გაქვს მარჯვენა. და მე და შენ თუ შევხვდით, მე მარტო მარჯვენას არ შევხედავ. ანუ ესე ჩვენთან არის ეგეთი გაგება, პერიფერიული ყურება. ანუ ესე დგები. და ესე უყურებ. ეხა მე ყველაფერს ვხედავ. მაგრამ აი ესე როგორც კი კონკრეტულად ჩამოვალ ხელზე, მე რაფერს ვერ ვხედავ, მარტო ხელის. და ეს არის საوردიშო პროცესია ეგაც. ძალიან მედიტაციური პროცესია, აცნობიერებ ყველაფერს. კი. იმიტომ რომ ჩვენ რაზეც ვილაპარაკეთ, საბრძოლო ხელოვნება, რომელიც არის თავდაცვაზე ორიენტირებული, უნდა აკონტროლებდეს ყველაფერს. უნდა ხედავდეს გარშემო ყველაფერს. ეგ ერთიც და მერე წავედი ვარჯიშზე. მე მაინც ღრუბლებში დავფრინავ ხო. დიდ სპორტში არიან, ეხა UFC გახდა ძალიან პოპულარული და MMA. კი. ამ სტილის წარმომადგენლები ხარიან. კი, ამ სტილის წარმომადგენლები არიან. შორს რო არ წავიდე და რობერტ ვიტეკერი არ გითხრა, კიდევ რაღაცები არ გითხრა, ჩვენი გიგა ჭიკაძე არის ესე ვთქვათ, ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელიც ბავშვობიდან ჩვენთან ერთად ვარჯიშობდით და გიგამ ესე გაიყვალა, ესე დიდი გზა გოჯურიაში აქედან წავიდა. კი, და ეს აძლევს განსხვავებულობას, მაინც რა. არასტანდარტული მებრძოლია, ესეთი არ არის, როგორც ყველა. და ვაიტეკერი ახსენე კიდე, ჩემპიონი. კი, მეგეც გოჯურიაში შავი კამარი აქვს მაგასაც და ნუ რაღაც მაღალ დონეზე უფრო ისინი მახსენდება რა. Show me. Wait. ეს არის ჩვენი მისალმება. ზოგადად ვარჯიში შემოსვლის წამიდან გასვლის დროსაც ესე ვესალმებით. ანუ გამოვხატავთ ჩვენ სენსეების მიმართ პატივისცემას. ეგ იყო რაც ძალიან მომეწონა, როცა ეს შემოვიდა ფოტოები დავინახე, ხა მე მაინც იოგას მიმართულებით მაქვს ინტერესი, ასე ვთქვათ და იოგაშიც გურუ არის ძალიან საპატივსაცემო ფიგურა რა. და საქართველოში რაღაცნაირად ავტორიტეტები დიდად არ გვიყვარს არც სენსეები, არც გურუები და მე პირიქით აი ეს მოსწავლებლის ურთიერთპატივისცემა და ეს ურთიერთობა ჩემთვის ძალიან წმინდა არის და საკრალური. ეს რო დავინახე, რაღაცა ძალიან მისიამოვნა სიმართლე რომ გითხრა და მივხვდი რომ თქვენთანაც აქ ეგრე არის და მეთქი აი ამათმა იციან ამ ურთიერთობის ფასი რა არის მეთქი რა და რომ მომიყვე აი მაგაზე რა არის სენსეი. სენსეი იაპონური სიტყვაა და ნიშნავს ადამიანს, რომელიც შენამდე დაიბადა. ანუ ადამიანი, რომელმაც შენამდე გაიარა ის გზა და შენ გაჩვენებს ამ გზას. ხო. და პატივისცემა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ დროს რა. ერთმანეთის პატივისცემა, დოჯოს პატივისცემა, გამოვხატავ მე ამას. ამ ფორმასაც ხომ მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ვიღაცა ფიქრობდეს, რომ გამოვხატავ, მაგრამ მე პატივისცემა მაქვს უბრალოდ, მაგრამ არ გამოვხატავ ამას რა. მე კი პატივის გცემ, მაგრამ მე შენ არ გიდასტური, არ გამოვხატავ ამას და აქ ესე არ ხდება. მცირე წარმატებაც უნდა აღნიშნო, რომ ადამიანს უთხრა, რომ ყოჩახ ძალიან კაია, მომეწონა, კარგად გააკეთე, ასევე რაღაცა არ მომეწონა და შეგიძლია რაღაცა ფორმით ეს ყველაფერი უთხრა ადამიანს, როცა სენსეი ხარ. გოჯურის მთავარი პრინციპი ასევე არის ჩვენ გვაქვს დოჯო კუნი, ესე ვთქვათ, დოჯოს ფიცი. ბოლო აბზაცია არასოდეს დანებდე. ანუ რაღაცები ესეთი გამოტანილი და ბოლოს არის არაფერი არასდროს არ დანებდე. და ეს არასოდეს არ დანებდე არ გულისხმობს, რომ ვიღაც რო გირტყავს, შენ არ დანებდე, არასოდეს არ დანებდე. არ დანებდე შენი თავის განვითარების პროცესს. ეს გულისხმება პირველ რიგში. რომ შენ იყო შენ თავთან მუდმივი ცეცხლის სულ უნდა გიზგიზებდეს რა, სულ უნდა ენთოს და
თუ ყავს ისეთი ადამიანები, ვინც ოდნავ შეუბერავენ სულს ამას და უფრო მოგცემენ მეტ ენერგიას, გაგიმართლა ესე იგი. კიდე მინდოდა მეკითხა და მაგის დემონსტრირებას გთხოვ აუცილებლად კატა, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კარატეში, ხო? კი ბატონო. რა არის კატა? კატა იაპონური სიტყვაა და არ ნიშნავს კატას. ჩვენს კატას. ხო, ფისოს არ ნიშნავს. კატა იაპონური სიტყვაა და ნიშნავს ტექნიკების ერთობლიობას. ესე ვთქვათ, კატა არის გოჯურიუში 12 კატაა და 12-ვე არის აი ამ ადამიანებისგან გადმოცემული და გადმოტანილი. ჩვენ უფლება არ გვაქვს ამ კატის ცვლილების ან სხვანაირად გაკეთების, ვარჯიშზე შეგიძლია შენ ეს გააკეთო, მაგრამ აი სისტემის შეცვლის უფლება შენ არ გაქვს, იმიტომ რომ ამაში ძალიან დიდი სიბრძნეა ჩადებული და მე ვეცდები რაღაცნაირად ეს ვიზუალურად ხა ვერბალურად ძალიან რთულია ამის ახსნა. აი ამას რომ მოძრაობებს გააკეთებ, მე ხვდები რა მოძრაობებია გასაკეთებელი. მე თულდება ეს რაც უფრო მაღალ დონეზე ადიხარ. და მთავარი არის შენი სხეულის ფლობა. შენი სხეულის აფეთქება და გაჩერება. ანუ ისე რომ მე არ მოვემზადო, ისე უნდა განვახორციელო ქმედება მომზადების გარეშე და ისე უნდა გავჩერდე რა საპირწონედ რა აფეთქებაც მაქვს. ანუ სისწრაფის თავარი არსი და მიზანი ეს არის რომ შენ ვერ დაინახო, ვერ მოასწრო ჩემი მოქმედება. შენ როდის დაინახავ, როცა მე მოვემზადები დარტყმისთვის, აი ამას ხედავ. მაგრამ აქედანვე ძალიან ძნელია ამის დანახვა. ეგრევე აფეთქება ძალიან ძნელია. შემიშიტე. ბუმ და შეკლა. ზუსტად ეს არის go და ju, ანუ აფეთქება და დაჭერა. და გამოცდებზე კატებს აკეთებთ ხოლმე? ხო, გამოცდები ისეთი თემაა. ეხლა გამოცდებზე რო გადიან, აქ ვინც აბარებს, ბავშვები შავქამარზე მეორედანზე ეძლევა გამოცდის ბარათი, სენსეი ვისაც აარჩევს და დაინახავს რომ შენ უკვე მზად ხარ, გაძლევს სენსეი. ნახავს შენი სენსეი ამ გადაცემასაც და ალბათ დაფიქრდება, როდის მოგცეს. იქიდან გვიყურებს. ხო, 6 თვეშიო. 6 თვეშიო? რა ვიცი, ნახოთ. და გეძლევა ბარათი, მოკლედ და წერია ამ ბარათზე, რომ შენ მზად ხარ იმისთვის, რომ მი გამოცდაზე გამოხვიდე კამრისთვის. თუმცა გამოცდა არ აღიქმება ჩვენთან როგორც ვიღაცის ჩაჭრის მცდელობა. პირიქით გამოცდა არის ზეიმი, რომ შენ რაღაცა მანიფესტაციას ახდენ შენი ცოდნისას და რაღაც სხვა ეტაპზე გადადიხარ. ანუ იქ აპრიორი არ გიყურებს სენსეი, რომ ეხა ჩაგჭრი მე შენ და ეხა წახვალ და გამოასწორებ. ეს განწყობა ჩვენთან არ არის. ანუ ის მოდის, ვინც გამოცდაზე გამოდის და მთელს თავის შესაძლებლობას და ენერგიას დებს. დოჯო ადგილი საიდანაც იწყება გზა. გზა დიდი თავგადასავლის, საკუთარი თავის გახსენების, ძალის გამოღვიძების, სულისა და სხეულის გამთლიანების. ამ გზაზე მხოლოდ ერთადერთი გამოწვევა უნდა იარო, თუნდაც პატარა ნაბიჯებით, რადგან აქ მთავარი არა დანიშნულება, არამედ თავად გზა. გზა ზოგჯერ ვიწროა, ზოგჯერ განიერი, ზოგჯერ კი უბრალოდ ნისლით მოცული. შეიძლება ხანდახან გაჩერდე კიდეც. მაგრამ ეს გაჩერებაც გზის ნაწილია. გაჩერება შეწყვეტას არ ნიშნავს. გზაზე შეიძლება დაეცე, მაგრამ გახსოვდეს, ყოველთვის არის შენსკენ გამოშვერილი სხვა მებრძოლების ხელი. მეომრის გზაზე არ არის აუცილებელი თეთრი კიმონო გეცვას და საბრძოლო ხელოვნებას ეუფლებოდა. ეს პირველ რიგში შინაგანი მდგომარეობა, რომელიც შეიძლება სხვადასხვა საქმეში გამოვლინდეს. მეომრის მთავარი იარაღი გაცნობიერება. თუ ცნობიერებას ღვიძავს, ის გონებას ეუფლება და მისთვის აღარ არსებობს სიტყვა შეუძლებელი. გონებას ეუფლება და ეუფლება ეგოს, ამიტომაც ის მსახურია რაღაც უფრო დიდის, რომელსაც შეგვიძლია ევოლუცია ვუწოდოთ.
მეომარი ბედავს გადაწიოს შესაძლებლობების ზღვარი და მუდამ იხწვის, რათა შემდგომ მოძმეს სიძნელე გზისა გაუადვილდეს.